კარგი. დიდი მადლობა. დარჩით ხაზზე, მე მინდა სტუდიის სტუმრებიც შემოვიყვანოთ ჩვენს დიალოგში. ბატონო მალხაზ, თქვენ მოусმინეთ რა უნდა ეკნა იმ პერიოდში სახელმწიფოს? როგორ ფიქრობთ თქვენ? სპეცოპერაცია უნდა ჩაეტარებინა, იყო ამის აუცილებლობა და რატო? მოგესალმებით. სრული სურათი უნდა ექნეს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, იმ მოვლენების, რომლებიც მაშინ ვითარდებოდა. მინდა გითხრათ, რომ ეს სრული სურათი ჩვენ დასამწუხაროდ და სამარცხვინოდ წარმოდგენილი არის ევროპის სასამართლოს ორ გადაწყვეტილებაში. ერთი არის 2007 წელს გამოსული, ეს არის გლდანის კონგრეგაციის 87 წევრი და 4 პირი საქართველოს წინააღმდეგ. მეორე არის ბეღელური დასხვები საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს გაირჩა. დაზარალებულად ამ საქმეების მიხედვით ცნობილი არის 200-მდე პირი, ამ საქმეების კონკრეტულად მიხედვით და საქართველოს დაჯარიმდა საერთო ჯამში 80,000 ევროთი. ორივე საქმეში ფიგურირებს სწორედ მამა ბასილი, მისი ქმედებები. ეს არის, ეს არის დარბევები. რა ქმედებებს გულისხმობთ? გეტყვით რა ქმედებებია. ეს არის, ესე იგი, იეჰოვას მოწმეების, ეგრეთ წოდებული იეჰოვას მოწმეების დარბევები, ცემები, ფიზიკური ანგარიშსწორება, ლიტერატურის დაწვა, კოცონები, ასე ვთქვათ. ეს არის არა მარტო იეჰოვას მოწმეების, არამედ ბაპტისტების, ეს არის თავდასხმა რეზონანსზე გაზეთზე, ეს არის შევარდნა იმაში სახალხო დამცველთან, ეს არის შევარდნა იმაში, სასამართლოში და ასე შემდეგ. ეს არის სისასტიკის კადრები. ეს არის სისასტიკის კადრები. ეს არის ჯვრები, ჩვენ ძალიან კარგად ჩვენ ძალიან მოძღვარი ვიყავი და არა მაქვს იმის უფლება ფიჭის ჩავიგუბო და მეყურებინა როდესაც ხაცა ჯვარს გიგინებდა თქვენ კიდე ამართლებთ თქვენს და მეც ვართ ორივე ქრისტიანები. ქრისტიანობა პირველ რიგში ქრისტიანობა სასჯელი და თითისქნევა კი არ არის. ქრისტიანობა არის სიყვარული. ქრისტიანობა არის სიყვარული და თქვენ სასტიკად უსწორდებოდით ადამიანებს, ასისხლიანებდით მას, თქვენი და თქვენი ჯგუფი. თქვენი და ეს კადრები ცნობილია და მე ნანახი მე ეს კადრები მე მართლმადიდებელი ბრევლი ვარ, მართლმადიდებელი ბრევლი ვარ, ჩემო ბატონო და ქრისტიანი ვარ პირველ რიგში. ეს იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს იყო მაგალითად თქვათ იქ ასეთი ფაქტებია მოყვანილი სიგარეტის მიწვა, შუბლზე განით გამოდევნება, ეს იყო სროლა ამ ექსტრემისტული ჯგუფის მიერ, რომელიც ფაქტები გეტყვით ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის მოხსენიებული, ზუსტად გეტყვით 128 პირდაპირ ასე წერია. სასტიკი დარბევა და შესული არის 700 რომელიც ფინანსების საზღვარგარეთიდან 758 საჩივარი. საიდან ჩამოყალიბდით პირველი დირექტივა თქვენი გაყავების შესახებ უბრალოდ თქვენი ჯგუფის მიმართ მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრები თქვენი ჯგუფის მიმართ პირველი დირექტივა გამოსცა შევარდნაძემ და შევარდნაძის დროს თქვენ შეგეფარდათ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ. თქვენ შესახებ არის გაეროს წამების კომიტეტის რეკომენდაცია საქართველოს მიმართ. თქვენ შესახებ, ჩემგან არა, რატო ჩემგან კაცო? თქვენაირებისაგან, რომელიც გრანტებს იღებს საზღვარგარეთიდან. თქვენი მე როგორც მართლმადიდებელი ვალდებული ვიყავი დამეცო მართლმადიდებლობა. თქვენ განკვეთილი ხართ საქართველოს ეკლესიიდან 1995 წლის 31 ივლისს ღმერთისაგან განკვეთილი კიდევ გითხრათ რისთვის რა წერია კიდევ გითხრათ რა წერია სინოდის გადაწყვეტილებაში საქართველოს მოღალატეები კიდევ გითხრათ რა წერია სინოდის გადაწყვეტილებაში საქართველოს მოსახლეობა არ უნდა უსმენდეს თქვენაირ ეს არის საბერძნეთის სეპარატისტ მღვდელთა ლიგაში გაწევრიანება ეს მას სინოდმა ბრალად წაუყენა ეკლესიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ არაერთი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი, აგრეთვე პატრიარქის წინააღმდეგ შეურაცხყოფელი გამონათქვამები. აი ეს წერია სინოდის გადაწყვეტილებას. ეს არის წარმომადგენელი საზღვარგარეთიდან. ამიტომ ეს სისასტიკე. და გარდა ამისა, ევროპის სასამართლომ ერთ საქმეში მალაპარაკეთ. არის საქართველოს. რა უნდა გალაპარაკო რა? რას მოდა, რაც ლაპარაკობ?
ცხენოდეს ცოტა. მალაპარაკეთ. თქვენ არ გინდათ რომ თქვენზე ლაპარაკობდნენ. ვინ მოხსენებს უფლება შეიძლება რა ლანძღო მართლმადიდებლობა და მე არ ვამბობ. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო, თქვენ გეკითხებით. იყო თუ არა გამართლებული ამ ყველაფრის მიუხედავად ის სპეცოპერაციას რაც შეეხება შემდეგ მას ჰქონდა ესე იგი ფაქტებზე ვლაპარაკობ, ჩვენ იურისტები ვართ, პირველ რიგში ფაქტებზე უნდა ვლაპარაკოთ. ის იყო მიმალვაში და როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა, ორი დღით მან ჩაატარა დემონსტრაციულად. აი ქალს რო ცემენ რომელი იურიდიული ფაქტებზე არ არის ეს შეფასება ეს არის იცით რა არის ეს არის ქართული თალიბანი და იმ ხელისუფლების ჩვენ ნებისმიერი თავები დაუხეთქა ქალებს თალიბანი არის ჩვენ ნებისმიერი ხარდაჭერი ქართული თალიბანი ხარდაჭერი ეს არის ფუნდამენტალიზმი და ნებისმიერი ხარდაჭერით ჩვენ ვახალისებთ ამ ქართულ თალიბანს. შეფასება თქვენი. მაცალეთ რა ახლა აზრი მაქმედიეთ. მე თქვენ არ შეგწყვეტ. იმაზე რა არის თემა ჩვენი გაცემა. ავიდა დრო და ვისაუბრეთ იმაზე. მე მომცა სიტყვა წამყვანმა. თქვენ რომ მოგცემენ თქვენი ლაპარაკი. ვისაუბრეთ როგორ დაგვარდეს. არ ვაპირებ თქვენს მენას თქვენი გადაცემა რა. თუ მოგვიწევთ თუ არ აპირებ ჩემს მენას. კარგით, გასაგები. არ მოგწონთ. შეფასება გითხარით თქვენი კონკრეტული თალიბანის აღზევება, მისი მხარდაჭერა და ეს არის ციციკორეობის აღზევება. დიდი მადლობა. ეხლა რაც შეეხება დაგიბრუნდებით აუცილებლად სხვებსაც მიცეთ საშუალება აზრის გამოთქმის და შემდეგ შეგნებულად პასუხისგან თავის არიდება. არა, არ მალაპარაკეთ. აქ არის ერთი რამე რა. ყველა ნებისმიერი ნორმალური ადამიანის ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია შეიძლება იყოს ერთი რამ. ეს იყო ძალადობა, ეს იყო საჩვენებელი დარბევა მრევლის, ეს იყო საჩვენებელი დასისხლიანება ქალებისთვის თავის დატეხვა, ტაძრის კარების შენგრევა. ბატონ მალხაზი ამბობს, რომ მანამდე იეჰოვას მოწმეებს თვითონ ასისხლიანებდა ეს ქამრებით ეს გასაგებია რა არის გასაგები მითხარით რელიგიის სახელით თავების დატეხვა მე ამ თემაზე არ ვსაუბრობ მე ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ ვინაიდან მე ვსაუბრობ იმაზე რა ჩაიწერა სახელმწიფომ მე ვარ პოლიტიკოსი და კონკრეტული პირის საქციელზე ის თავადაგებს პასუხს და სასამართლო იმისთვის არსებობს ქვეყანაში სამართალდამცავები იმისთვის არსებობენ ქვეყანაში რომ ადამიანი კანონის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მოახერხოს თუ მან ჩაიდინა სისხლის სამართლებრივი დანაშაული და მისი პასუხისმგებლობა დადგეს ისე რომ არ დაიღოს მისი უფლებები თავები არ დაუტეხონ ქალბატონებს ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ მის საქმიანობაში და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ კამერები დაამტვრიეს იქ და რაზე ვსაუბრობ ჩვენ კადრებში ვხედავთ ახალაიები როგორ ცემენ ხალხს სანოძე როგორ ცემს ხალხს ის ადამიანები რომლებიც დღეს ზებნილები არიან რომლებიც ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილები ჩვენ ამ ადამიანებს თვალნათლივ ხედავ და ბატონი არ ვიცი რატომ არიდებს შეფასებისგან არ იყო იმ ხელისუფლებაში მაშინ ჩემი ხელმძღვანელი ჩვენი პარტიის ლიდერი ხელისუფლებაში იყო პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მან გააკეთა განცხადება რომ ესეთი ფორმით არ შეიძლება მოხდეს არც ერთი ნებისმიერი სპეცოპერაცია და ჩვენ ახლა რაზე უნდა ვისაუბროთ მამა ბასილი თუ დასაჭერი იყო არ შეიძლება თქვენში დაეჭირა ტაძარში უნდა შევარდნილოთ ბატონ თამას მინდა ვიკითხოთ ბატონ თამას ძალიან გასაგებია ბესოდი მადლობა ბატონ თამას აი ეს კადრები რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ ერთი წინადადები დავასრულებ კი პოლიტიკურ შეფასებაზე იყო საუბარი მუხლები ნახეთ ევროპის სასამართლო რა მუხლები ნახეთ ბატონო შეკითხვაც ამასთან დაკავშირებით ხო და რეალურად პოლიტიკური შეფასება არის ერთი ისევე როგორც 7 ნოემბერს ისევე როგორც 26 მაისს ისევე როგორც აი იმ დღეს 13 წლის წინ იმ დაწყევლილ დღეს როდესაც აი ესეთი საშინელება ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა რომელსაც მაშინ ძალიან დიდი ფორა ჰქონდა და მაშინ უმეტესობა ძალიან დიდი უმრავლესობა ხალხის გაჩნდა და ხმარავინ არ ამოიღო იმიტომ რომ 90% თუ 97% აირჩია სააკაშვილი პრეზიდენტად ხალხმა და ყველა ნორმალურ ადამიანს ხელისუფლებაში იყო ის თუ სამოქალაქო სექტორში ჰქონდა ამაზე რეაქცია და როგორ შეიძლება აი ამ ყველაფერს რომ უყურებ
80 წლის ქალბატონს როგორც ცემენ ჯანღონით სავსე სპეცრაზმელები, მასთან ერთად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალაიები, სანოძე, გადაცმული ბოკერები და ნაძირლები, რომლებიც დღეს ციხეში უნდა იდგნენ ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გყავდეს. ბატონ თამას მინდა ვკითხო, ბატონო თამას, ჩვენ ვხედავთ ახლა პარალელურად კადრებს, ჩვენი გადამღები ჯგუფი, უბრალოდ მაშინდელი იბერიას გადამღები ჯგუფიც იყო ვანო ანდიაშვილი, გაილახა მაგალითად ოპერატორი, ვახო ხუზმიაშვილი, ეხანდელი საინფორმაციო ხელმძღვანელი ჩანს ხშირად კადრებში, ისიც იყო იქ მუშაობდა იმ პერიოდში და რა ვიცი, ყველას მოხდა მოკლედ და ჩვენ ვხედავთ. როგორ ფიქრობთ, ადეკვატური იყო თუ არა სახელმწიფოს პასუხი იმაზე, რაც ხდებოდა იმ პერიოდში ამ გდანის ეკლესიაში თუ მისი ხელმძღვანელის და აუცილებლობა იყო თუ არა აი ასეთი შტურმის და სპეცოპერაციის. მივესალმები ბერიის მაყურებელს, მოგესალმებით ხალბატონო მაკა. მადლობა. ეხლა ამ კამათში ერთი რამ მომივიდა თავში იცით პრობლემა გვაქვს. მე როგორც უბრალოდ ინფორმაციის მიღების პრობლემა. მიღების კი ეს არის ტრაგედია ჩემო ძვირფასებო. ქუჩაში ხედავთ გვერდიგვერდ ორი კაცი მოდის. რომლებიც ერთი და იმავე დროს ერთამე ადგილას იყვნენ. ეკითხებიათ სად იყავი? ქელეხში პასუხობს. ეკითხები მეორე სად იყავი? ქორწილში. რას გულისხმობთ? აი სწორედ იმას მე დღეს ვუყურებ. იცით ეხლა მე საქმე ვიცი, იმიტომ რომ საკმარისად დაინტერესებული ვიყავი მაშინ რაც ხდებოდა. არც ერთი მხარე მართალი არ არის. ბოლომდე მართალი არც ერთი მხარე არ არის, თუმცა ხელისუფლებაზე განუზომლად დიდი პასუხისმგებლობაა. ცალსახად ვამბობ, პირდაპირ გეუბნებით. ეს იყო სრულიად არასაჭირო აქცია. და შეიძლება ითქვას, ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების ძალის დემონსტრირება, რომლებიც მას წარმატებულად ჩაატარეს, თუმცა მე ამას რა მოყვა გასაგებია, მაგრამ არც მამა ბასილი არ იყო მართალი. რაში არის მართალი მამა ბასილი? მე ახლა არ მინდა იცით ვისაუბრო მამა ბასილზე და მე ის რაც მოხდა ამით გავამართლო. ცალსახად ვამბობ, ყოველგვარი დარბევა ნებისმიერი ადამიანის სულში, გულში ძალიან ცუდ ნალექს ტოვებს. მაგრამ არის მხარე მეორე იცით, მე ძალიან კარგად მახსოვს. ყოველ შემთხვევაში მე ახლა ყველა არ დამიწყია საუბარი ის რაც თქვი. მაშინ მოდიოდა ინფორმაცია ისე რომ მამა ბასილი გამოეყო დედა ეკლესიას, რომ ის გვერდზე სხვაგან წავიდა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ ეკლესიას გაჩნდა, იცით? მე თუ მკითხავთ, ეს იყო პირველი პრობლემა ეკლესიის. ეკლესიას თვითონ უნდა ჰქონოდა მცდელობა ეს მოეგვარებია. რა თქმა უნდა, თუ იყო სამართალ დარღვევა, ეს უნდა აკვეთილიყო, მაგრამ მამა ანთემოზმა თქვა, ზეწოლა ქონდა ძალიან დიდი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიასო და ჩვენ ვერაფერს ვერ გავაწყობდით. მამა ანთემოზმა ისეთ ბრძანა, რომ ზეწოლა მათთვის ახალი არ იყო და არ ამგონია რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ზეწოლა ქონდა, რომ ჩვენი გასდიოდა. კადრებას სინოჩი შემოვარდნები. ზეწოლა მაშინაც იყო, ზეწოლა ძალიან შემოვარდნები. ერთხელ ამას არ ვაპირებ მამაო, ზეწოლა მაშინაც იყო, ეხლაც არის, მაგრამ ვინაიდან აგერ სპამენს ძალიან კონკრეტულად მე ვამბობ არც ერთი მხარე მართალი არ არის, მაგრამ ის რაც მოხდა, ეს იყო სრულიად არასაჭირო, უსარგებლო. დიდი მადლობა, ზვიათს მინდა ვკითხო, ბატონო ზვიათ, თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? აი სინოჩი შემოვარდნები იყო, მამა ანთიმოზი ამბობს. იყო თუ არა ადეკვატური პასუხი სახელმწიფოსი, თუნდაც აი იმ ქმედებებზე, რაზეც აი ბატონი მალხაზი ადანაშაულებს მამა ბასილს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. უბრალოდ ერთ კითხვას დაგისმევთ, მე ჩემს პირდაპირ ვსწავლ მამაკაცების საუბრიდან გამომდინარე, ცოტათი დავიბერი. მე თქვენ რომ როდესაც დამიკავშირდნენ თქვენი ტელევიზიიდან, მისხეს რომ საუბარი იქნებოდა დარბევის თემაზე, ანუ რაც მოხდა 2004 წლის თემაზე. ეხლა აბერაზე ვსაუბრობ. არა, მე ისეთი შტაბეჭდება დამცა ჩვენ თითქოს საუბრობთ მაშინ ეკლესია და სახელმწიფო შორის ურთიერთობებზე, ან მაშინდელი მამა ბასილის ქმედებებზე. ეს კუმარმა თქვა უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებითაც აკრძალვა არ გვაქვს ჩვენ ისაც რა უნდა იმას ამბობთ. ეხლა ვისაუბროთ ჩვენ რა მოხდა მაშინ. კი ბატონო, თქვენ ისაუბროთ თქვენ რაც გაქვთ სათქმელი პრობლემა. საქმე იმაში გახლავთ რომ ეხლა მე მამა ბასილის ადვოკატად ნახდათ ვერ გამოვდგები, გასაგებია, მაგრამ ეს არის ეკლესიის საქმე და რაც ის გააკეთა სახელმწიფომ, გულისხმობ იმას რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ იყო ის მამა ბასილი განკვეთილია, ღვთისმსახურება აქვს შეჩერებული თუ რა, ეს არის ეკლესიის საქმე.
მაგრამ სახელმწიფო დასაჯა ყველას დასანახად რომ ყოფილიყო შიში საზოგადოებაში აი ჩვენ მოვედით და ნებისმიერმა აი ბიჭები ხართ და გაბედეთ ჩვენ ამას უკეთებთ ეკლესიას და თქვენ ჩვეულებრივ ადამიანებს უარეს გიზავთ და გააკეთეს კიდევაც მე იყვნენ მოჭიდავეები მე იყვნენ ტელევიზია იბერია მე იყო აღარ ჩამოვთვლი 7 ნოემბერი 26 მაისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბიზნესმენები ჩვეულებრივი ხალხი ციხე და ასე შემდეგ ეკლესია იყო ზეწოლის ქვეშო მამა ანთიმოზი ამბობს არ უნდა ამოეღო ხმა ეკლესიას მიუხედავად ამისა უფრო აქტიურად არ უნდა ჩართულიყო არ უნდა დაეცვა მამა ბასილი რასაც ამბობს ეს იყო აი მამა ბასილის დარბევა იყო საჩვენებელი ნუ მამა ბასილი შეეძლო დაეყვანა ღამის 12 საათზე სახლში ჩუმად წყნარად და ისე დაეპატიმრებინათ მაგრამ გააკეთეს ესეთი საჩვენებლად რომ აი პაკაზაციანა რუსები რო იტყვიან საქვეყნოთ რომ ენახათ აი როგორ არ ბატონო მალხაზ ის იყო საჩვენებელი აი ბატონები ამბობენ საჩვენებლად გააკეთდა საინტერესო იმას შევძენ კიდევ აი მე და კი ბატონო და შემდეგ ბატონო მალხაზის აზრი გადავახვდე სანამ წამოვიდოდი თქვენთან და უყურე აი კადრებს და იქ საუბრობს ლაშა ბუღაძე სხვათა შორის ლაშა ბუღაძე იდეოლოგიურად არ დგას შორს მაგრამ რას ამბობს ჩვენს იმას ამბობს ამყარებს რომ ეს ადამიანიო გასო წინა დღეს უფლებადამცველთან იყო მისული ოფისშიო და სულ ისეთ ვითარებაშიო რა არ შეეძლო ხო და რატო მოხდაო საჭიროო ესეო იგივე ეკლესიაში მივარდა მაგრამ თახმის რაშია საქმე მამა ბასილ კალავიშვილი ეხლა ყველა ვიცით ვინ არის რომ იყო იმას გულისხმობს დიახ მარტო სრულიად შესაძლებელი იყო დაპატიმრებაო მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ჩვენ დღეს საქართველოში ბევრმა ვიცით სოროსი და მისი საქმიანობა. მაშინ ბევრმა არ იცოდა ეს და მამა ბასილი იყო ერთ-ერთი, რომელიც პირდაპირ ამხელდა და აი ამ ხელისუფლების და მაშინ მოკალათებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, თავისუფლების ინსტიტუტს ამხელდა და სოროსის ლეკვებს ეძახდა. მე შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი ეჭვი არსებობს, რომ ეს სწორედ ეს აქცია დაიგეგმა აი საამებლად მათი ბატონების. რომ ენახათ, რომ აი ესე უსწორდებით ჩვენ აი ამ ადამიანებს, ვინც თქვენ გაგიდეთ. აქ საუბარი იყო, რომ მამა ბასილი ფიზიკურად ასისხლიანებდაო ბატონო მალხაზმა. ეს სხვა თემაა. ეს საჩვენებელი იყო, ეს არის პირდაპირ რელიგიასთან დაკავშირებული, პირდაპირ მის სტატუსთან დაკავშირებული. თუ ასისხლიანებდა, დღეს ვანდელმის განცხადებებთან დაკავშირებული. მათ ჩვენი ერთი კადრი როიცა ფორმებს არა აქვს. კადრების მენდი რა ვნახეთ, კაცო? თქვენ ერთი სული გაკროის კადრების მენდი რა ვნახეთ, კაცო? ტელევიზიები მუშაობდა და ყველაფერს ხედავდით ცხადად. დაეჭირათ კაცო მე სასამართლოს საქმე არის რომელიც სასამართლო გამართული პრობლემა გაქვს გაასაჩივრეთ და ორი გადაწყვეტილება ევროპის სასამართლოს მიადგებიდან მოხუცებს და ქალებს და მრევლს რო დაერევი გამთენეისას ქალებს ზუსტად ქალებს მოხუცებს თვითონ არ ბერდა თვითონ არ მიზა გამო უნდა შევარნილი ახლა იმაზე კაცო იმაზე მალაპარა არ მithქვამს ჯერ ჩემი აზრი აბსურდული რაღაცა არგუმენტები ვთქვამს საპირწონე გადადგმის მაგაზე ჩემი აზრი კაცო არ მალაპარა მოდით მოусმინოთ რა აზრი აქვს ხან თქვენ მაწმედიებთ ხან რა აზრი რამდენიმე წელი გადაგებესა დებატში ვარ ხო დაიცავ ჯორჯ სოროს და იმის მისმიდეროს სექტებს არა მაგას არ აინტერესებს საქართველოს ის დასაპატიმრებელი იყო თუ არა ხალხსახად გეუბნებით დასაკავებელი იყო ჯორჯ სოროსმა მალე გამოუცხადა სასამართლოს მიერ მისთვის ახღვეთის ღონისძიების შეფარდების დადგენილება ეს დადგენილება არავის არ გაუქმებია და ეს დადგენილება შევარდნაძის დროს იქნა მიღებული საერთაშორისო ზეწოლის შედეგად აი ეს მოხდა ეს არ იყო სოროსი მეგითხარით ეს იყო გაერო, ეს იყო ევროკავშირი, თუ კი რამე საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს, ყველა წერდა მაშინ ბასილ გლავიშვილს და ყველა მოითხოვდა მის მიმართ ანონიმიზაციის რაც შეეხება იყო თუ არა პროპორციული, ანუ საქმე აქ ლაპარაკი არის, იყო თუ არა პროპორციული. ზეპნილმა როგორ გამართა პრესკონფერენცია სახალხო დამცველის ოთახში. რატო არ დააპატიმრეს იქა? რანაირი ზეპნილი ვიყავ, შენახეთ ცილის წამებელი. ცილის წამებელი მეტი არაფერი. ამის წელი რატო არ დამაპატიმრეს? რა წერია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში? თქვენი გაგზავნილია ეს. და რა წერია განაჩენში? ჩემი დაწერილია. თქვენი გაგზავნილია, რასაც აქედან უგზავნეს ნაცმოძრაობა მამათიმოს უნდა რასაც მამათიმოზი მოყმართ ასოთით მოусმინო და შემდეგ ჯორჯ სოროსის დამქირავებლები. ბაშიშვილი არის საკმაოდ კომიკური დღეს უკვე თორე მაშინ ძალიან საშიში იყო. საკმაოდ კომიკური ნაწილი რუსული პროპაგანდის
კომიკური რუსული პროპაგანდის ის ეწევა ახლაც ეწევა ეთერში დასავლეთის წინააღმდეგ აგიტაციას და განცხადებებიც აქვს მაგალითად ნატოს წინააღმდეგ მას გაკეთებული და ასე შემდეგ. ამიტომ ასე ვთქვათ, ამის გამო არის კომიკური რახან ნატოს წინააღმდეგ განცხადებებია. დღეს აკეთებს ნატოს წინააღმდეგ განცხადებებს. ძალიან სამწუხაროა რომ ადამიანი, რომელიც ევროპულ სასამართლოზე და ადამიანის უფლებებზე საუბრობთ, ადამიანის პოზიციის გამო შეურაცხყოფას აყენებთ ადამიანს, რომ ნატოს წინააღმდეგ განცხადებაა გაკეთებული და ამის გამო ახლა თქვა ეთერში ევროპის და დასავლეთის და სოროსის განცხადება და ძალიან არასერიოზული, რომელიც სამართლიანო მოსასმენია, რა ვთქვია, ყოველს თავის მოსაზრება აქვს. ადამიანს თუ ნატო არ უნდა მისი განცხადება კომიკურია. შეურაცხყოფას აყენებთ ადამიანს, რომელიც ასაკითაც თქვენზე უფროსია და რომელიც ზის ეთერში დახა. იმას თავისი დამცველი და თავისი ადვოკატები ყავთ, ასე რომ თქვენ ისაუბრეთ საუბარი. ადამიანი, რომელიც ევროპულ სასამართლოზე გვესაუბრებით, ნახევარი საათის განმავლობაში ქალების ცემის ფაქტზე იმას ვერ ბედავთ, რომ თავის სახელი დაარქვა და თქვა თუ ეს ხო ძალადობა. ეს არ არის გამართლებული ბრძანა. რას არ გაცვლით ერთ და იგივეს ატრიალებ პოლიციას არ არის ერთი და იგივე. ვერ გავიგე, აბა გავიგეთ ევროპული სასამართლო მეორე რაც გაამახვილა მარტო იღებელებზე არ არის საუბარი, გითხარით რეზონანსის დარბევაც იყო გაზეთში. თქვენ როგორ ფიქრობთ ევროპულ სასამართლოს რომ ეს კადრები განეხილა? ეს და თავდახეთქილი დასისხლიანებული ადამიანები, ნაცემი ჟურნალისტები და დალეწილი კამერები ენახა როგორ გაწყვეტილებას გამოიტანდა. თქვენი პასუხი მაინტერესებს, პირდაპირ არ დაიწყოთ რომ შეუვარნაძის. აი მე რო არ ვიცი იმის ბრალი. მოძვარივო და არ ვიცივლე თორე მე ხა. უმაცლით გეტყვით. მე რო არ ვიცივლე იმის ბრალია. ერთი კითხვა მაქვს, დიახ, მამა ანტიმოს გისმენთ. მოусმინოთ და შემდეგ თანამაგ სადმე ნახეთ რომ მამა ბასილი ვინმეს ასისხლიანებს, ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა, ესე იგი ნატოს ესე კარგია თუ ცუდია, ნატო ვინმეს უყვარს, არ უყვარს. ადამიანის განჟა არ შეიძლება კარგებად და ცუდებად რა. ეს გაითავისეთ, რომ ეს ნატოს მიხედვით არ შეიძლება ადამიანი გამსაჯოთ. მე რატომ მე თავიდანვე გითხარით. და ნუ უძახით ნატო ვისაც არ მოწონს, მე ესე იგი თავიდან მოღალატეა. მე არ მithავს მოღალატეა, მე ვთქვი რომ ეს არის რუსული პროპაგანდა. მე რაც შეეხება რუსული პროპაგანდა. დიახ, რუსული პროპაგანდა. როგორ გეკადრებათ, როგორ? რაც შეეხება მამა ბასილზე ვთქვი. ეს ძალადობაა თქვენი იდეოლოგია. ის ძალადობდა, ის არის ქართული თალიბანი. მე ეს გითხარით. მე მას უკადაგებდი, კი არა უკადაგებდა, ის არ კადაგებდა სიყვარულს. და ქრისტიანობა არის სიყვარული. ადამიანი რომელიც გიგირებს ხალხს, ამის გაჩვენებს უფლება მქონდა მე ქრისტიანობა არის ევროკავშირი, არა ჩემო ბატონო. მოძღვარი ვინ არის თქვენი? სონგულაშვილი ხო არ არის არჩილი? რომელ ქრისტიანობაზე მელაპარაკებით ადამიანს თავის შეხედულების გამო შეურაცხყოფას აყენებთ პირდაპირ ეთერში ნატოში არ უნდა შეცვალოთ ძალიან გხოთ რა თქვენ ქრისტიანობაზე საკუთარ მოძღვართან გაიარეთ რა როგორ და რანაირად არის ზუსტად ანტიქრისტიანულ განცხადებებს მე დამოძღვრეთ ხვები პირდაპირ ეთერიდან რაშუაშია სონგულაშვილი ადამიანი უყურებს ამ ეთერს იმ შუაშია თქვენ აი ესე დაიწყეთ რომ მე ვარ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლიობა ვარდიას რომ ნატოს ის არ არის ნატოში შესვლის წინააღმდეგია და კომიკური ადამიანია ხო ვერ გავიგეთ ან ერთზე ჩამოყალიბდით ან მეორეზე ჩამოყალიბდით ახლა თუ თქვენ გინდათ ილაპარაკოთ მარტომ მოგისმენთ ბატონო უკეთესია რომ მე მომისმინოთ ვიდრე არა ნამდვილად ვერ მოგისმენთ თქვენ და თქვენ რუსეთული პარტიას ნამდვილად ვერ მოусმენთ ყველა საკითხი დაკავშირებით ორაზროვანი პასუხი ნამდვილად ვერ მოусმენთ თუ არა ძალის გადამეტება ეს სპეცოპერაცია ჩვენი ეკლესიის იურიდისკი შეშ არ არის სწორედ მართლმადიდებელი არ არის მოდი ძალიან გავცლით უკვე თემას ეს სექტა ვინ არის სექტა გასულ სექტანტებს იცავ მე ვარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი კარგი გასაგებია აქ მართლმადიდებლობა შეაგინოს ხატი ჯვარი და ის სწორედ თქვენ ახართ რომელიც აგინებთ ქრისტიანობა ჩემობატონო არის მისიონერობა და გითხარით კიდევ რა საქართველოს ჯვრებით უხევდით გრიგოლის ღვთისმეტყველის სიტყვები გაგიგია გრანტები აიღო მარტო მეტი არაფერი კარგი გასაგებია მეორე მომისმენთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო მეორე საქმეში მას გვერდით ედგა მაშინდელი ხელისუფლება მეორე საქმეში ზუსტად დადასტურებულია რომ მასთან ერთად მოქმედებდა პოლიცია ის უნისონში მუშაობდა დიახ შევარდნაძე საქართველოს წარმოჩენა მთელი მსოფლიოს
თვალში როგორც პაპუასების ქვეყნის რომელსაც ჭირდება პატრონი რუსეთის ბატონო ალხაზ მოდით პირდაპირ ვთქვათ რა ეხლა რაც შეეხება იყო თუ არა ძალის გადამეტება იყო თუ არა ძალის გადამეტება ვთქვით ყველანაირი საშუალებით გაამართლოთ ისი ბინძურა ის ძალის გადამეტება ის ხალხის ხოცვა ის ჟლეტვა ის დარბევები რომლებსაც თქვენი თვალით რო არ ხედავდეთ კიდევ მესმის რომ რაღაც ვთქვათ მაგრამ იყო თუ არა ძალის გადამეტება გეუბნებით ძალის გადამეტება კი არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული იყო თუ იყო მაშინ პასუხი რატომ არ როგორ ფიქრობთ მომისმინეთ შესაძლებელი ეს ჩემი აზრია სუბიექტური აზრია თუმცა მეორე აზრი მოიცადეთ კაცო ბალაბარაკეთ ბოლომდე ხო არა რანაირად ახლა თქვენ ბრძანეთ რომ იყო ძალის გადამეტება უნდა დაისაჯოს თუ არა ის ადამიანები არის ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ძალის არაპროპორციული გამოყენება ისევე ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით ნიშნავს იმას, რომ სხვა ღონისძიებებით შესაძლებელი იყო თუ არა იგივე მიზნის მიღწევა, რომელიც ნაკლებად თუ არის. კაცო, დანაშაული თუ არის, აგერ არის მართლმსაჯულება და გაასაჩივროს ის თავისი საქმე. თქვენი აზრი მაინტერესებს. უნდა დაისაჯოს თუ არა ვინმე ამ სპეცოპერაციის გამო. თუ თქვენ თქვით რომ ძალის გადამეტება იყო. ძალის არაპროპორციული გამოყენება ჩემი აზრით იყო. შესაძლებელი იყო სხვა საშუალებებით, ესე იგი ამ მიზნის მიღწევა. სახელმწიფომ არჩია ამ პოზიციის გამოყენება, მაგრამ არგუმენტაცია იმის ფონზე რაც მანამდე აქვს გაკეთებული მე ჩამოგითვალეთ აგერ 128-ის დარბევის შემთხვევა თვითონ ყავისმილი იმ საზოგადოებრივი საფრთხის ფონზე რომელსაც შეიცავდა ეს სუბიექტი და მისი ჯგუფი სახელმწიფოებრივი არგუმენტაცია არ შეიძლება ჩავთვალოთ დღეს საფუძველს მოკლებულად. იცით ისი ბრალი აქ ალბათონო მე გეუბნებით მე იმის ბრალი და იმის დამსახურება რომ თქვენ ბატონო იმ ხელისუფლებაში ბრძანდებოდით ზუსტად იმ წლებში ცხოვრებაში არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და პარტია თქვენი ლიდერი ბრძანდებოდა და მას მოკითხეთ რატომ იყო იმ ხელისუფლებაში მე კიდევ მეუბნებით ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტი ხარო თქვენს თავმჯდომარეს უთხარით რატო იყო ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტი თუ ეს არის საკაკილო მოვლენა ეხლა და გვესაუბრება რაღაცა ძალიან კარგად მახსოვს ვინ ამათლებდა დარბევას 2007 წელს ამბობთ რომ ძალიან კარგად ჯოხით თავს უტეხავს ეს არის ძალიან კარგად მახსოვს თქვენი ხელმძღვანელი როგორ ამართლებდა 2007 წლის ოპერაციას ერთი წუთით ჩემო ბატონო რა აქ საუბარი იცით რა ძალიან კარგად მახსოვს და ყველას ახსოვს დადიხარ და საუბრობ თქვენ არავითარი მორალური უფლება არ გექნებოდათ ყველა ეს ნაძირალა გასამართლებული რო იყოს ამ სპეცოპერაციის დამგეგმავიდან დაწყებული და აი ესენი სასათმურო პირობებში რო არ ყავდეს ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას დღემდე ხელისუფლებაში რო არ იჯდნენ დღემდე ბიზნესები რო არ კონდეთ დღემდე რო არ იყვნენ აი ესეთ სასათმურო პირობებში დასჯილნი რო იყვნენ სამართლიანობა რო იყოს აღდგენილი თქვენ და თქვენისთან აპოლოგეტები ნაციონალური მოძრაობის ეთერებში ვეღარ ივლიდან იმიტომ რომ სალაპარაკო არაფერი არ ექნებოდა მაგრამ საუბარი არის იმაზე რომ რეალურად ეს ადამიანები ვინც ახლა აი აქ ქალებს თავს უტეხავენ ნაციონალური მოძრაობის ეთერი რომელია ნაციონალური მოძრაობის ეთერი ჩვენ არ გვაქვს მოდით არ გვაქვს ქართული ოცნების და არც არანაირი პარტიის ეს არის ნაციონალური მოძრაობის ეთერი ნაციონალური მოძრაობის წევრობა პარტბილეტის ჯება ჯიბეში კარგი გასაგებია იდეოლოგიით და თქვენი წინადადებებით შინარსი თავიდან ბოლომდე ხართ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ჩვეულებრივი კოორდინატორი განსხვავებული აზრია ახლა ამაზე იმას არის დანაშაულიო იმიტომ რომ ისინი გაამართლოს აბა რა ნაციონალური მოძრაობის წევრია ვინც თქვენგან განსხვავებული აზრის არის ჩემგან განსხვავებული აზრის კი არ ხარ ბოლშევიზმია ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებს თქვენ გესმით რომ ეს ბოლშევიზმია ჩვეულებრივი ბოლშევიკი ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც იმას რომ რაც არა ვარ ქალების დატეხვას აპრავებს. თავების
დატეხვას ქალბატონებისთვის მე გეუბნები თქვენ როგორც იურისტი გელაპარაკებით. სამართლოზე მესაუბრებით. ხო, არ მოგწონთ ევროპული სასამართლო თქვენს არა? ანგაჟირებული ხართ იმიდეებით, თქვენს არ მოგწონთ არა ევროპული სასამართლო რა? 9 წლის განმავლობაში სიზღვრიდა ამ თქვენს არ ქვეყანაში. მოგწონთ ევროპული სასამართლო ხო? ევროპული სასამართლო მე მომწონს თუ არა, მაგას მოგწონთ, არავითარი გითხარით. მნიშვნელობა არ აქვს. აქ პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ისეთი ხელისუფლება და ისეთი სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებებიც ევროპულ სასამართლოში რომ მივა, იქ პირიქით კი არ შეიცვლება. აგერ გაქვთ თქვენი ივანიშვილის გადაწყვეტილება დიდი პალატის შემობატონო, რომელიც ევროპულმა სასამართლომ თავზე გადაახია თქვენ სასამართლოს. მე ამ ხელის არა, სასამართლო თქვენიც არის და ჩემიც. იმიტომ რომ არ არის უკვე სასამართლო არ არსებობს. სასამართლო არ არსებობს. როდესაც შენი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შეგიჩერებთ ევროპული სასამართლო, როდესაც შენ ირგვლიანის საქმეზე რა კარგი, სხვაგან წავედი, საერთოდ თემას რამდენი საქმეა წაგებული სააკაშვილის პერიოდში უპაყოფილო ხართ? რამდენი საქმეა გეკითხებით ევროპაში? კაცო, გასაგებია მე სწორად მოიქცა. ძალიან ბევრი, ხო? სწორად მოიქცა. ესე იგი არც მაშინ არ არსებობდა, ხო სასამართლო ამას აღიარა. კაცო, ევროპულმა სასამართლომ გაგიჩერა დიდი პალატის გადაწყვეტილება. ჩემო ბატონო, ამაზე გეუბნები. რასაც გეკითხებით, იმაზე გამეცი პასუხი. არც მაშინ არ არსებობდა სასამართლო. არავის არ გაუპროტესტებია ეს გადაწყვეტილება. თქვენგან განსხვავებით. რომელი თქვენგანს ბესო გირგულიანის. თითოეულ არავის ანუ სანდროგირგულიანის მოსაკლავი იყო ესე იგი თქვენი არა კაცო, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება გირგულიანის თავდაზე არავის არ გაუპროტესტებია. საუბრობთ რომ ამ ქვეყანაში სასამართლო სწორი გადაწყვეტილება იყო. და არც ახლა არ არსებობს. სწორი გადაწყვეტილება ეს არის იყო. ჩემი პოზიცია. დასასრულისკენ მივდივარ, თითოეულ თქვენგანს ვაძლევ წუთ ნახევარს. თქვენი აღარ გვინდა დებატის რეჟიმი, თქვენი პოზიცია ჩამოაყალიბეთ და უნდა დაგემშვიდობოთ. პოლიტიკური შეფასება ბატონო. დიახ, ის უნდა მიეცეს თუ არა პოლიტიკური შეფასება ამ ამბავს. რასაც ითხოვს ვასილ ყველაფერს პალავიშვილი. უნდა მიეცეს, მაგრამ სამწუხაროდ ნურავის იმედი იმისი ნუექნება, რომ ან ამას, ან სხვას პოლიტიკური შეფასება მიეცემა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. არც შემფასებელია და არ დრო არის ამის. იმდენამია დაგრო. მე ხლა მე ჩემს ახალგაზრდა მეგობარს ვუთხრა. თქვენ ახლა გადაცემაში სანამდე უნდა ვიჩხუბოთ ხალხო, სანამდე უნდა ვჭამოთ ასე ერთმანეთი. იმდენი იარეთ მარჯვნივ. ისე კარგად დაიწყეთ და ისე ინტენსიურად იარეთ მარჯვნივ, რომ მე მარცხნივ აღმოჩნდით. ჩემო ბატონო, არა გვაქვს ახლა ჩვენი საუბარი. თუ სწორად წავიკითხე, ლიბერ როგორ, ანუ ვერ მოვასწარი და ლიბერალ დემოკრატები. ლიბერალ დემოკრატები. ანუ თქვენი ორგანიზაციის სახელწოდების პირველი სიტყვა, ანუ ლიბერი, რომაული ღმერთი, რომელიც იყო გარყვნილების, ბოზობის, ლოტობის ღმერთი და აი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ სიარულზე საუბრობ. ჩემო ბატონო, მოდით თქვენ გზას, მომისმენე მე თვითმათავ. ძალიან ხო. შვილოთი სახლში მიმართა შეშვილეთ. გეუბნებით. სამაგალითო როცა არის ადამიანი, ძალიან უფლება შვილოთი მომართოს და თქვენ არავით არ უფლება არა მომართოს. თქვენ იხნის თითქმის შვილიშვილები. ხოდა იმათ და გეუბნებით. ყუას არ გასწავთ. ძალიან ხო არ გასწავთ. არ ვაპირებ, მაგრამ მომისმინო რა. ლიბერალები ჩემს არა მიუღებლები თავიდან ბოლომდე და ლიბერალ დემოკრატები ხართ თუ ლიბერალ კომუნისტები. ყუა სახში ასწავლეთ შვილებს და შვილოც იქ მიმართეთ. მე არ თქვი შვილო. უზრდელი შენ თვითონ ხარ. კარგი, ძალიან გთხოვთ, არ არის საჭირო. ასაკის სხვაობის გამო სხვანაირ პასუხს არ გაძლევ. გასაგებია დავასრულოთ დავასრულოთ ეს კამათი. არ ველაპარაკებ. არ ველაპარაკები და მე ვერ დამელაპარაკები, ეგრე ვერ ასწორს. კარგი, გასაგებია. ვერც ერთი ლიბერალი. ბესო, მე გთხოვ. ქალბატონო ბაკა, უბრალოდ არ ამგონი ახლა იცით რომ ამ ახალგაზრდას აი ამ სიმწყეში შევყვე, იმიტომ რომ ის აქ საჩუქრად არის. ძალიან ვამბობ ლიბერალი მაგას რო თქვენ თამასებზე ვარდეს ეუბნებოდეს? ამ დროს ლიბერი ნიშნავს თავისუფლებას, ლათინური მე ლიბერალები იმას რო და თუ ამას ვერ გაიგებ, ვერ გაიგებ. ამას კერძე ვაძეს, მაგას რო ეუბნებოდეთ? და ლიბერი არის ბატონო თამასკენი საქმელი და ბესო გასაგებია. საქართველო და კაცი და ქალი. ლიბერი და ლიბერალები და მაიმუნები ჩემთვის არაფერს არ ბესო მე ძალიან გთხოვთ, არ გვინდა ესეთი შეფასებები. ბატონო ბესო. არა, მე ძალიან გიხარდება მაგ ბატონს თავის. ჯერ გასაგებია. აღარ გვინდა თემაზე საერთოდ, აღარ გვინდა. არ ვაპირებ. შეფასება გაკეთებულია, არ ამგონია. მე ერთ რამეს აცვით, ვიცი, როგორ ეს კაცი გააჩვენე. ბესო ძალიან გთხოვთ გაჩვენდით რა. ვერ გამაჩუმეთ ვერავინ. მე არ გეთანხმებით ამ პოზიციაში. ჩემს სამშობლო
საქართველოს შემელი ვერ გამაჩუმებს. ამ გადაცემაში რაზე უნდა გააჩუმოთ ადამიანი რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს რაზე უნდა გააჩუმოთ როგორც საქართველოში სიმართლე არ უნდა ითქვას რა გვინდა ჩვენ ამდენი საქართველოს მოღალატეები ყველა ვიცით საქართველოს ისტორია რამდენი მოღალატეები ხარდა საქართველოს ამ კაცმა ამ სურათის ერთ-ერთი კუთხე ძალიან კარგად წარმოგიჩენა. ესე როგორც ბატონმა ბესო მართალია მე გადააჭარბა უაზროს, მაგრამ იმედი აქედან გავალ და კარგად დამშლობებით ესმანა. მეც დიდი იმედი. ადამიანმა ის ვერ თქვა მთელი გადაცემის განმავლობაში ბესო შეუძლებელია ეხა ეს ლიბერალ ადამიანებს მეც ვცემ პატივს და ბევრი ადამიანს ერთმანეთს პატივს. არ შეიძლება ამდენი ადამიანს, მაგრამ ჭკუის დარიგებას არ მივიღებ მეთქი. ლიბერალური ღირებულებები არის ჩემთვისაც ძალიან ფასეული. რომლებთანაც არ მივიღებ ჭკუის დარიგებას, თორე ყველა ადამიანი არავინ არ არიგებს ჩვენ გამოვთქვათ თქვენ ყველანი გამოვთქვათ საკუთარ აზრს აქ რომელთა აზრსაც მეც პატივს ვცემ და მაყურებელის პატივს ძალიან ხო ბატონო თქვენ დაასრულეთ თქვენი მონაწილეობა თქვენი პარტიის ნაციონალურ ხელისუფლებაში თითოეულ თქვენგანს და ვასრულებთ ამ ნაციონალური ხელისუფლების წევრი მე გითხარით მე არ ყოფილვარ თქვენ იყავით იყავით თქვენი ხალბატონი ნინო 9 წლის განმავლობაში აქიდან 9 წლიდან 9 წლიდან 5 ხელისუფლება და იგივე ებრძოდი აი აქ ქალებს რო თავს უტეხავდნენ ეხლა რა ოცნების ხელისუფლებაში ზიან და ერთი დღე რო არ უბრძოლიან იმაცავით არ გეგონოთ რა 9 წელი შევაკალი თავი და 35 წლის ასაკში უკვე ინვალიდი ვიყავი ნაძირალა სააკაშვილის და თქვენი აი პოლიტიკური ლიდერების რომლებიც აი აქ ეთერში ჯოხებით ქალებცემდნენ მაგათა ბრძოლაში და დიდი ბოდიში მოიხადე ვაიმე არ გინდათ ეხლა რა ყველაზე დიდი სირცხვილი ის არის ადამიანი იმას რომ ალავს რაც გულში აქვს და თქვენ არ ხართ გულწრფელი კაცი თქვენ მალავთ იმას და ვერ ამბობთ ხმამაღლა კარგი გასაგებია ბატონო მახლა დაასრულეთ არ არის ეს დისკუსია კი არ არის ეს არის მონოლოგი მოდით მაყურებელს პატივი ვცეთ გავჩერდეთ ეხლა და თითოეულ თქვენგანმა გამოდგეთ თქვენი აზრი ცალკე ძალიან ხო ბესო მე ხონდრო გაჩერდეთ ახალი ანეკდოტი იქნება თბილისში დღე და მე რაც მინდა იმას ვიტყვი ეხლა მე არ ვაპირებ ამ კაცთან ეთერში შეხვედრას და არცმენას იმიტომ რომ მან მოსმენა არის ნუ ხარ მობრძანდებით ხოლმე მე რომ ეთერში ვიქნები გირჩევთ დისკუსიის წესები ის არის გადაცემას ვასრულებთ და არ მოგწონთ თქვენ სიმართლე განსხვავებული აზრის მიმართ ზუსტად განსხვავებული აზრის მიმართ ზუსტად იგივე პოზიცია გაქვთ რაც აქვს მამა ბასილს. მე ვეშიდობები სტუმრებს დიდი ბოდიში. ძალიან დიდი ბოდიში დაასრულა ჩვენი ეს ბლოკი. რეკლამის დრო არის გადაცემაში. დიდი მადლობა და ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარი ამბიც ბრუნდებით რეკლამის შემდეგ. მოგახსენებთ